გაგაძლიეროთ. ლավ გილოცავთ ამ შობის დღესასწაულის დღეებს, რომლებიც მეორდება ეს დღეებს, შობის წინა, შობის დღესასწაული, შობის შემდგომი დღესასწაული და შემდეგ ეს კვირა ფაქტიურად როგორც აღდგომის ის რო არის, ხო, დღეები, ხო? აი ესე გრძელდება და ფაქტიურად ეს დღეები საკრალური და წმინდა დღეებია. რა თქმა უნდა, შობა ეს ნიშნავს, რომ ჩვენში იშვეს ახალი კაცი, ქრისტე ახალი ახალ ადამიანს შობს, კი არ არემონტებს ძველს. ახალ ადამიანს შობს, რომ ახალი ადამიანი იშვეს. ამისათვის სანამ ახალი იშვება, ძველი უნდა მოხდეს ჩვენში. ეს ძალიან ძნელია, ძველი ეგო ეს უნდა მოხდეს. ღვთის შემეცნება ხშირად გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ იგი თავის პიროვნებას დაკარგავს და თავის ასე ვთქვათ, მეობას და ეგოს დაკარგავს, მაგრამ ესე არ არის. უარყავ თავის შენი, ეს არის შავს დაივიწყე ვინახარ და დაივიწყე შენი მე და შენი პიროვნება დაკარგე. არა, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ უნდა განიღმო. ქრისტეში გაუზავებლად გაზავდე. ანუ დაუკარგავად არ დაკარგო შენი თავი, მაგრამ ამავე დროს ღვთისათვის დაკარგო შენი თავი, წარიწყვიდო შენი თავი სახარებისათვის და ღვთისათვის, რათა აცხოვრო შენი თავი. იმიტომ რომ ვინც არ წარიწმინდა თავის თავი, არ უარყო თავის თავი სახარებისთვის, მან იგი ვერ ცხონდება, იგი ვერ მიხვდება რა არის სიყვარულებრივი მსხვერპლი. ამიტომ უარყავ თავი შენი, აიღე ჯვარი შენი და შევამიდეგინე მე. აი ეს ერთ-ერთი დარიგებაა სხვა კიდევ ბევრ დარიგებასთან ქრისტეს, რომელიც სულ მუდამ ჯვარპირთველობასა და თვითუარყოფაზე, სიყვარულებრივ მსხვერპლზე გველაპარაკება და თავის არა მარტო მეტყველებით, არამედ აზრით, სიტყვით თუ საქმით ამტკიცებს და ბეჭედს, ღვთაებრივ ბეჭედს აგებს ამ დიდ საიდუმლოს. ამიტომ მოხდეს ჩვენში ძველი კაცი, ძველი ადამიანი, რომელიც ძალიან ეწინააღმდეგება. როგორ ეწინააღმდეგება ძველი ადამიანი ეგო, ჩვენი ეს ეგოიზმი. თორე რაც კარგია, ხატება არის ჩვენში და გარდასაქმნელია მსგავსებად, ის კი არა უკვდავი ნაბერწკალი ღვთის, არამედ ის რაც ეგო არის, რომელიცაც ჩვენ თვით იდენტიფიკაციას ვაკეთებ ჩვენს სხეულთან, ჩვენს არასწორ არჩევანთან, ჩვენს ჩაბღაუჭებასთან, ამასოფლის და მატერიალიზმთან, და ამასოფლის ფასეულობებთან, არასწორ ფასეულობებთან, როგორ ეწინააღმდეგება ამ სიკვდილს ეს რომ მოხდეს ეს ძველი ეგო. თუ არ მოხდეს ძველი ახალი ეს ძველი თუ ჩავარდა მიწაში და არ მოხდა ეს არ ამოვა ახალი ადამიანი. მაგრამ ეს ახალი ადამიანი სანამ ამოვა, ძალიან დიდი ტანჯვა, გამწმენდელი ტკივილები უნდა გაიაროს ადამიანმა და ყოველ დღე განაახლოს, სულ მუდამ ზიარებით უნდა დღეს განაახლოს თავისი უფალთან ყოფობა. თავისი ჩრდილოვანი ასპექტი, ჩრდილი რაც არის ჩვენში, ჩრდილი უარყოფითი, თანდათან გავა. ჩვენი ეს სრულმოლოდინები, სოციალური მოლოდინები, სრულმოლოდინები, რომლებსაც სულ რაღაცა როგორც ესეთი ჩოჩორს უპატარა იმას დაუკიდებენ წინ საჭმელს და რომ მიდის და გონია მიწდება და რომ ერწყდება. ან ჩოჩორი, რომელიც მუდამ ერთი და იგივე ადგილზე ტრიალებს და აღასრულებს მოძრაობას, გონია სადღაც გადააკიდებ, მაგრამ ტექნიკურად ადგილზე დგას, ასე გამოდის ადამიანი. ეს სრულმოლოდინები, სრულ სოციალური ბიჟუტერია. ფასეულობები, რომ გონია, რომ ადამიანი რაღაცას ბონუსებს მიიღებს და არაფერი, ნაჭუჭები რჩება და ქერქი რჩება რაღაცის, რისი არის ის კიდევ ხელში ბონუს და იმედგაცრუებული რჩება. ეს სრულმოლოდინები არ იქნება არაფერი. ამასოფელს არაფერი სრულმოლოდინები ყვილან უგვექნება, არაფერს არ მოგწევს. ვერავინ არაფერს ვერ წაიღებს აქედან, რაც უნდა აგროვოს. ამიტომ უნდა მოვიშოროთ ეს და შევიგრძნოთ, რომ ყოფიერების ბევრად მაღალი საფეხურები არსებობს. ბევრად მაღალი საფეხურები, რომლებიც უკვე აქ იწყება, დღეს იწყება, აქ იწყება. და ჩვენი რწმენა და ცოდნა ამის ყველა აუცილებელ და საკმარის პირობას გვაძლევს. მორჩილება, ნებისყოფის განწმენდა, რომელიც სწორად წარმართავს ჩვენს ცხოვრებას და ნება ჩვენი მიმართული ღვთის ნებისადმი მორჩილებაში გადაიზრდება. ჩვენი ცოდნა რწმენით სიბრძნეში გადაიზრდება. ჩვენი რიტუალებზე დასწრება და მათი გააზრება ლოცვის და ღმერთთან საუბრის
შესაძლებლობად იქცევა, იმიტომ რომ ლოცვა ეს ღმერთთან საუბრის არხია, მარადიულობასთან საუბრის შესაძლებლობაა ლოცვა. ეს არის სულთქვა ჩვენი სულისა. განახლებაა ჩვენი აზრის, სიტყვის, საქმის, სულის, სამშველის, სხეულის, მთელი ჩვენი ცნობიერების, ჩვენი მთელი ყოფიერების, ყოფობის ნეტარებაა ჩვენი ღმერთთან ყოფობისა საკუთარ თავში ქრისტეს გააზრებისა. ლოცვა ეს არის ის ურთიერთობა ღმერთთან, რომელიც ადამიანის სულის არ შეიძლება ადამიანმა ილოცოს, ეზიაროს, ეკლესიაში იაროს, მთელი გულით, მართლაც მთელი სულით იყოს ღმერთთან და იგი არ გარდაიქმნას და იგი უკეთესი არ გახდეს. ეს შეუძლებელია. აუცილებლად რაღაცა დიდი თუ პატარა, მაგრამ რაღაცა კეთილი ცვლილებები მაშინ მაინც იქნება. მცირედ და იყოს მცირედ, რა უჩის. ბალახი ერთბაშად ხო არ ამოდის, თანდათან ამოდის და გონი არ ამოდის, მაგრამ რომ შეხედავ ცოტა ხნის შემდეგ, ხედავ რომ უკვე ამოსულია. მე ხედავ რომ უკვე ყვავილიც გამოიღო და ასე შემდეგ. იმიტომ რომ შენ ვერ ამშევ და გინდა დააჩქარო, მაგრამ დაჩქარება მის ამოგლეჯას ნიშნავს. დააცადა, იცის. უფალი და საერთოდ სამყარო ქრული უფლისა არასდროს მეტ ენერგიას არ დაახარჯიდებს იმ კანონზე, რომელიც აუცილებელია ქმნილებას. რაც საჭიროა მისთვის მიცემულ ფორმატში აძლევს და აცდის, ჩვენს გვაცდის, სულ რომ მოვინანიო, სულ რომ დაამშვიდდეთ, დააწყნარდეს ჩვენი გონება, ჩვენი ქარიშხლები, მენტალური, ემოციონალური, ხორციელი უძლურებები, დააწყნარდეს, დაამშვიდდეს, გავიდეს, რატომაც არა, ეს უნდა იყოს განსაკუთრებული ნამარხულება, ყველა მარხვა დაიცავით უკვე. დღეს ახლა ხო ეზიარებით კიდევ და შობაზეც ხო ეზიარებით. ეს ყველაფერი გავა, ცუდი და ეს არ არის ალეგორია პოეტური, ეს არის ნამდვილი ფაქტი, სიმშვიდე. შემოდის სულიერი კონსტრუქცია ადამიანის მყარდება უფრო, მყარი ხდება და დაცემისადმი მეტი იმუნიტეტი ეძლევა და თუ დაეცა უფრო ადვილად ადგება ფეხზე. ცნობიერება ჩვენი და მიეჯაჭვება ამ უხეშ მატერიალურს, მაგრამ შობა გვეუბნება რომ ნუ მიეჯაჭვები ამას ქრისტე ისვას. ქრისტე ისვას შენში, ქრისტე იყოს შენში, ქრისტე ამოვიდეს შენი სულიდან და შენს სულში იყოს და ყოველგან იყოს და ყოველწლიურად აღავსებას. ამიტომ მოდით სულიერი ბალანსი მოვიპოვოთ, სულიერი წონასწორობა მოვიპოვოთ, სულიერი ნუ დავითვლით ლოცვებს. ზოგი ითვლის, აი ამდენჯერ ვილოცე, ამდენჯერ ვეზიარე, იმდენჯერ ვეზიარე. ნუ ითვლით, ამას ამდენ დათვლა არ უნდა. ეს სტატისტიკა არ არის. ეს სულიერი ბიუროკრატია არ არის, არც სულიერი ბუღალტერია და სტატისტიკა. ეს მექანიზმი არ არის, ეს არის ყოფობა ღმერთში. ითვლი, რამდენ ხლობს წყალს, სვამ თუმცა წყურია, ხო არის? როცა რამდენიც გინდა, რამდენიც ითხოვს შენი სხეული, ხო? როცა დამშვიდეს წყური, იმდენ სვამ. იმდენი რამდენი ხაერი გინდა, ხო არის თუ რამდენჯერ შეისუნთქავ, როცა სუნთქავ. ასევე ნუ ითვლი ამას. როგორც შენი სუნთქვა იყოს ეს ლოცვა. ნუ ითვლი შენ სუნთქვას. სუნთქვის გარეშე შეძლებ ვერა. დაიღლები სუნთქვით ვერა. არა. ვერ დაიღლები და არ დაიღლები. და არც მოგგვეზდება არასდროს. აბა რამდენი ხანი გაძლებს ადამიანის სუნთქვის გარეშე. ხო, ასევე ჩვენს რამდენი ხანი გავძლებ ლოცვის, ზიარების და ასე შემდეგ, შენდობის, პატიების, სიყვარულის გარეშე. რამდენი ხანი? ძალიან ცოტა ხანი ვერ ძლებს ადამიანი ქრისტიანი. იმიტომ ქრისტიანის სული ითხოვს ყოველგვარ ამას და ნეტარებს სამით. ნეტარებს წინამდე შეცხვეს სხვა მდგომარეობაშიც. ამიტომ მოდის ეს ეგოიზმი მოვიცილოთ. ვეცადოთ რომ ამ ეგოიზმის ამბოხი დავამშვიდოთ. ადამიანი არ არის ავტონომიური არსება, იგი ღმერთზე დამოკიდებული არსებაა. მისი სულიერი გეომეტრია ესე არის, მისი სულიერი ესე ვთქვათ ინდივიდუალიზმი ესე არის შექმნილი ღვთის მიერ, რომ ღმერთმა მას მისცა გამთლიანების უდიდესი იმუნიტეტი. ყველა ჭრილობა მოუშუშდება, ოღონდ ღმერთს მიენდოს. აძლევს რამეს ღმერთი, მადლობა ღმერთს. აშორებს რამეს ღმერთი ადამიანს, მადლობა მას. ამ წინააღმდეგობებში ვცხოვრობ, ამ დინამიური წინააღმდეგობის პროცესში. მადლობა, ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, ყველაფრისთვის მადლობდეთ, მუდამ გიხაროდეთ, მუდამ ლოცულობდეთ. და ღმერთში და ქრისტეში ვიყავდეთ სულ. ქრისტე არ ჩვენ შორის.